საოცარი მორისი და მისი ჭკვიანი მეგობრები. ერთ დღეს, როდესაც ბატონი ბანსი ფერმერი ფრედის მინდორს უყურებდა, დაინახა, რომ სავსე იყო მწვანე კომბოსტოთი. ხოლო ბატონი ბანსის დიდი ხანია კომბოსტო არ ქონია. ეს უსამართლო იყო. რა უსამართლობა? ესეც ასე. ეს არის წინასიტყვაობა წიგნის, სახელად ბატონ ბანსის თავგადასავალი. მაგრამ ეს არ არის ისტორია, რომელსაც შენახავ. რასაც ახლა უყურებ, ამას კონდორის გავლება ჰქვია. ისტორია, რომელიც თავარ ისტორიას გარედან აქვს შემოხვეული. ისევე როგორც თბილი საბანი პატარა ბავშვს. მყარად დავდოთ. კარგი, ახლა შეგვიძლია შენი ისტორია დავიწყოთ. ის არ იქნება საყვარელ კურდღლებზე, რომლებსაც დასაცმელი აცვიათ. სინამდვილეში შენი ისტორიის გმირები არიან. თაგვები. თქვენ გყავთ თაგვები. თაგვები. მოძრავი დინგები და საეჭვო სახეები აქვთ. ისინი უცნაურ ადგილებში იმალებიან, წრუწუნებენ, იჭყიტებიან, ცოცავენ, ხტუნავენ. მათი მიზანია თქვენი ტბილეული შეჭამონ, ნამცეცებს ერთმანეთის სხეულზე ეძებენ. გირჩევნიათ მიწა კარგად შეწამლოთ. ვერც თათს მოვკიდებ, ვერც ხელებს. შეხედეთ, ეს კატალაპარაკობს. თაგვები. თქვენ გყავთ თაგვები. თაგვები. რა მოხდა? აქტივდებენ, იქ კი ძინავთ. თქვენს თებშებს უკვე ცუდი სუნი აქვთ. ცდილობთ მოწამლოთ, დაიჭიროთ, ესროლოთ, ებრძოლოთ. თუ გაეკიდები მოქნილად ხტუნავს, ვერავინ აჯობებს მათ. შეგუები სუნარს? თაგვები. თქვენ გყავთ თაგვები. თაგვები. არც ისე ბევრნი არიან. ჭირის გავრცელებას ბევრი თაგვი არ სჭირდება. მხოლოდ ერთი ფქვილში ლაღად მოცურავე თაგვია საკმარისი იმისთვის, რომ ჭირის ეპიდემია გავრცელდეს. ჭირი? ცუდადაა ჩვენი საქმე. შენ კი ალბათ მათი მოშორების დანაცვლად ფულს მოგთხოვ, არა? მე? მხოლოდ ერთი კატა? ამ ყველას წინააღმდეგ? ვაღიარებ, მაგარი ვარ, მაგრამ არა. ერთი კატა არ ეყოფა ამ საქმეს. მაშინ რა არის საჭირო? თქვენ გჭირდებათ მესალამურე. ეს ცნობილი ჭრელი მესალამურე არ არის? მოვიდა თქვენი გადამრჩენელი. დრო მიესალმოთ. მართლა გამოსდის. მაგარია. ისინი მიყვებიან. თაგვები აღარ ყავს. რა კარგია. მოლაპარაკე კატა სადღაც წავიდა. რომელმა ჭკვიანმა მოიფიქრა კლდიდან გადახტომა. სურვა და წყალი? ცხვირში შემივიდა. პოდიში, ჩემი ბრალია. იდეა მე მომივიდა და მეც ინტუიციას გავყევი. მაგარი იყო. კიდევ გავაკეთოთ. დრამატული ელფერიც ჰქონდა. დასასრული კი განსაკუთრებით სევდიანი იყო. ვინ ფიქრობს, რომ კიტმაც უნდა გაცუროს? ყველა მეთანხმებით? კარგად ჩაიარა, არა? ამბობს კატა, რომელიც სრულად მშრალია. მაგრამ შეხედეთ, ფული. ეს ხმა ყოველთვის ცუდის მომასწავებელია.
მორის? ატამო, რამდენჯერ უნდა გითხრა, მოურისი მქვია, მოურისი. კარგი, გისმენ. კარგი, მორის. სახიფათო მარცვალი ფიქრობს, რომ მოტყვებით არ უნდა ვცხოვრობდეთ. მართლა ასე ფიქრობს საშიში მარცვალი. იცი ზოგი რას ფიქრობს, რომ ზედმეტი ფიქრი ცუდია და ვფიქრობ, ამას მეც ვეთანხმები. ატამი მართალია. ჩვენს ახლად ნაპოვნ ინტელექტთან ერთად სინდისიც უნდა გქონდეს. საკითხავია, არის თუ არა სწორი ხალხის მოტყუება. მაგრამ მოტყუება ადამიანების საყვარელი საქმიანობაა. მათ ეს ისე მოსწონთ, მთავრობას ირჩევენ, რომ თავი კარგად მოიტყუონ. მაგრამ ეს სწორი გონია? სახიფათო მარცვალი გეკითხება. აუცილებელია თუ არა განვაგრძოთ ამის კეთება. ამის კეთება, რა თქმა უნდა არა. სიმართლე ითქვას, მე აქ საერთოდ არ უნდა ვიყო. მე ხომ კატა ვარ. უამრავი რამის გაკეთება შემიძლია, რადგან ხალხს კატები უყვართ. ამის სანაცვლოდ კი მე გადავწყვიტე რამდენიმე უმადურ მღრღნელს დავხმარებოდი, რომლებიც ადამიანებთან მაინც და მაინც არ მეგობრობენ. ხომ ასეა? თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ თვითონ გინდოდათ გეპოვნათ 64-ის კუნძული. 64-ის კუნძული. მოიტანეთ წმინდა წიგნი. კით, წმინდა წიგნი. ოჰო, აიღეთ. აიღეთ. აი აქ მივდივართ. იდეალური სამყარო. სადაც ცხოველები საუბრობენ და ხალხის გვერდით ცხოვრობენ. სრულ სიმშვიდეში. ნახეთ, ცხოველები, რომელთაც ტანსაცმელი აცვიათ. ბაჭია, რომელიც ორ ფეხზე დადის და ლურჯ კოსტუმშია გამოწყობილი. ეს თაგვია სახელად რუპერტი და ყარყომი, რომელსაც ჰოვარდს ეძახიან. გველი სახელად ული ცოტათი დახლეთია, მაგრამ ნუ ღელავთ, არაფერი ცუდი იქ არ ხდება. ეს 64-ია. ბატონი ბარნსის სამყაროში არ არსებობს საწამლავი. არ შეგხვდებათ ხაფანგები. არც ერთი ცხოველი მეორეს არ ჯამს. ეს 64-ია. ჩვენ ეს ადგილი უნდა ვიპოვნოთ. სწორია. შენ იქ ნამყოფი ხარ, ხომ ასეა, მორის? მე? საოცარი მორისი? არა, პირადად არ ყოფილვარ, მაგრამ ბევრ კატასთან მილაპარაკია, რომელიც იქ ყოფილა. როგორც უკვე ვიცით, ეს კუნძულია, ლამაზი, შორეული კუნძული. და იმისთვის, რომ კუნძულზე აღმოჩნდეთ, რა გჭირდება? გემი არა? და გემი რომ გქონდეს ამისთვის რა გჭირდება? ფული არა? ჩვენ უნდა განვაგრძოთ ფულის შოვნა, გასაგებია? კარგია, ანუ შევთანხმდით. გით, წამედით. ჩვენი მომდევნო სამიზნე აქეთ არის. კარგი, მოვდივარ. რა გაეწყობა? კიდევ ერთი ქალაქი. სინამდვილეში მორისი იტყუებოდა. ეს კი კონდურის გავლების უპირატესობა. მე შენ ისეთ რამეს გეუბნები, რაც სხვაგვარად არ გეცოდინებოდა. მაგალითად გეტყვი, რომ მორისი არასდროს ულაპარაკია სხვა კატებთან, რადგან სხვა კატებს ლაპარაკი არ შეუძლიათ. მორისი ისეთივე უნიკალური იყო, როგორც თაგვები. მან იცოდა, რომ ფული საჭირო იყო. ამიტომ თაგვებს ატყუებდა, რომ მეტი ფული ეშოვნა. სინამდვილეში კი თავის ბუნაკს იშენებდა, რომ პენსიაზე ტკბილად გასულიყო. ბატონ ბანსის რაც შეეხება, ის მნიშვნელოვანია, რადგან თაგვებს შეერათ, რომ ის მართლა არსებობს. ისინი ფიქრობენ, რომ იპოვიან ადგილს, სადაც ყველა ცხოველს შეუძლია ლაპარაკი და იქ მშვიდად იცხოვრებენ. ფერმერმა ფრედმა კარი გააღო და დაინახა ფარი ბოტომის ყველა ცხოველი, რომლებიც მას ელოდებოდნენ. ბატონ ბარნსის ვერ ვპოულობთ. თქვენ ცხოველებმა. ეს საშიშად ჟღერს. ამას მომასწავლებელი ნიშანი ჰქვია. ერთგვარი პირობა, რომელიც გეუბნება, რომ თუ ამ ისტორიას გაყვები, ყველაფერი გახდება მახინჯი. ძალიან მახინჯი. თქვენ საუკეთესო თაგვის დამჯერები ბრძანდებით. კარგადაც მუშაობთ. ქალაქში არც ერთი თაგვი აღარ გვყავს. მადლობა, ბატონო მერო. რომელსაც დავინახავდით. ეს რას ნიშნავს? უბრალოდ ქალაქში საჭმელი მოულოდნელად ისევ ქრება. უბრალოდ სადღაც მიდის. ჩვენ შიმშილი გველოდება.
Shimshili. Risi თქმა გინდათ? ან რის თქმას ცდილობთ? რისი თქმაც მინდა, უпроსწორად ვცდილობ არის ის, რომ უნდა არსებობდეს კავშირი. კავშირი? თაგვები და საჭმელი. საკმაოდ უცნაურია, ასე არ არის? უცნაურზე გამახსენდა. თქვენი დამსაქმებელი რომ არის? რა ჰქვია მას? ბოსე. ბოსე. ოჰო, ბოსე. ამდენ ტანსაცმელში და მის შარფში მის სახეს ვეღარ ვხედავ. თქვენი ბოსი ცოტა არ იყოს? უცნაურია, არა? არც ისე უცნაური. გიფიქრია იმაზე, რომ აქ რაც ხდება. ანუ, საჭმლის გაქრობა, საიდუმლოებითაა მოცული. საიდუმლოებით? მართალია. თაგვები აღარ არიან. მათ ვერსად ნახავ. ამიტომ ეს ამბავი უმნიშვნელოა. უმნიშვნელო? ყოველთვის სასიამოვნოა თქვენთან მუშაობა, ბატონო მერო. დედა, რა იყო საყვარელო? შია. შეგვიძლია მიწიდან ფოთლები ავკრიფოთ და ფოთლის სენდვიჩი გავაკეთოთ. პურის გარეშე. უბრალოდ ფოთლები და წარმოსახვეთი ჯემი. ხმადაბლა, ჩუმად, როგორც წრუწუნები. დაიმახსოვრეთ, ეს ახალი ქალაქია. აქ აუცილებლად იქნება ახალი საწამლავი და ხაფანგები. მომეცინება. ტანსაცმელს რატომ ვიცვამთ? ამას აზრი მხოლოდ მაშინ ექნებოდა სცენაზე რომ ვყოფილიყავით. სახიფათო მარცვალი ამბობს, რომ ეს ცივილურია. თანაც გამარი საჭირო არ არის. არ იცი, როდის დაგჭირდება. წავედით. კარგი, აქ გავჩერდეთ. მესამე რაზმო, მარილწყალო, გამყიდველო სარდინ და გემრიელო. თქვენ შარდვა გევალებათ. საქმეს შეუდექით. იცოდეთ, თუ 10 წუთში ქალების ყვირილს არ გავიგონებ, ყველა იმედს გამიცრუებთ. მეორე რაზმი, დიდი მოგება. საუკეთესო. მანამდე სპეციალური შეთავაზება და არ შემოხვიდეთ. თქვენ გევალებათ ხაფანგის განეიტრალება. ფრთხილად იყავით, არ ეჩქაროთ, არ ერბინოთ, არ გვინდა პირველი თაგვებით მოიქცათ, ასეა? ასეა. კარგია, აბა როგორი თაგვებით გვინდა მოიქცეთ? მეორე თაგვებით. იმიტომ რომ მეორე თაგვი ყველს იღებს. შეკითხვა გაქვს? პირველ თაგვს რა მოსდის? ხაფანგი. მერეკი ძვლიანი თაგვი მოდის. ძვლიანი თაგვი? კარგი, წადით. კიტი და მორისი მალე პოზიციაზე იდგებიან. იცით, რაზე ვნერვიულობ სახიფათო მარცვალო? რაზე ნერვიულობ შავტუხა? აქაურ თაგვებს ვერ სათვხედავ. ჩვეულებრივ თაგვებს ვგულისხმობ. სოროები მრავლად არის. თაგვის ცურცლიც უხვადაა. მაგრამ არც ერთი თაგვი არ შემხვედრია. ასეთი ქალაქი სავსე უნდა იყოს თაგვებით. სუნიასტის ასე არ არის? სუნიასტის. ისეთი როგორც საიდუმლოს. ისე მსრული სიჩუმეა. როგორც ჩანს, ჭირის შოუ ჯერ არ დაუწყიათ. 50 ცენტი მკვდარი თაგვისთვის? ესენი არ ხუმრობენ. 50 ცენტი. ალბათ მდიდარი ქალაქია. ეს კარგია, ძალიან კარგია. ნიშნავს, რომ მეტი ფული დამრჩება. უпроსწორად დაგვრჩება. ეს შესაძლებლობების ქალაქს გავს.
მაგრამ ამჩნევ რომ საჭმელი არსად არის. ეს უცნაურია სავაჭრო ქალაქისთვის. განსაკუთრებით როცა გშია. იმის თქმა მინდა რომ ძალიან მშია. შეხედე, ეს ღია. გამარჯობა ბატონო. ჩვენ საჭმელს ვეძებთ. თქვენს ქვემოთ დაიხედეთ. კარგი, რა ღირს? დაგაგვიანდა, აღარ არის. მაგრამ ჩვენ ძალიან ახლა კი ვიკეტებით ბოდიში. კარგ დღეს გიცურვებთ. მორის, რას ფიქრობ? მორის. მორის? მორის. მორის. ყველაფერია, რაც სამზარეულოში უნდა იყოს, გარდა საჭმლისა. მორის, გთხოვ წავიდეთ სანამ ვინმე. ჩქარა. თავზე მომეფარე. გოგონა გვიყურებს. რა? ვინ თქვა რომ თხრობელს არ შეუძლია ამბის ნაწილი იყოს? ამ კატამ ახლა ხან რაღაც თქვა? გასაგებია. შენის კატა მოიყვანე, რადგან იცოდი რომ ხალხი შიმშილობს და კატის გაყიდვას აპირებ. მის ხორცს გემრიელად შევახრავნებ. კატებსაც ჭამთ? გამოგიჭირე. გამოგიჭირა. კარგი, აქ რძია, რომელიც ჯერ არ გაფუჭებულა. ასევე რამდენიმე თევზის თავი. იმედია მოგეწონებათ. იმედია ეს იდეალური კერძია, მაგრამ თუ ასე ცოტა საჭმელი გაქვთ, ჩვენ არ უნდა გვეთმევდეთ. არა, მამაჩემი რომელიც ამ ქალაქის მერი ამბობს რომ სტუმარს მოყარები უნდა ვიყოთ. კარგი, მითხარი რა გქვია? კიდე. ასე არ გამოვა. არანაირი საიდუმლოება. უბრალოდ კიდე. დარწმუნებული ხარ რომ ეს შენი ნამდვილი სახელია? არ ვიცი, მეუბნები ვარ. კარგი, ასე ჯობია. საიდუმლოებით მოცული წარსული. ბავშვობაში მოგიტაცეს, ასე არ არის? ალბათ რომელიმე შორეული ქვეყნის უფლისწული ხარ. ვინ მეიპოვნეს, ვინც გგავდა და მისით ჩაგანაცვლეს. ეს თუ მართლა ასეა, მაგიური מחვილიც გექნება, რომელიც მხოლოდ მაშინ გამოავლენს თავის მაგიურობას, როცა დრო მოვა რომ ბედის წერა განსაზღვრო. სავარაუდოდ ვინმე მკართან გიპოვა. სინამდვილეში თივით სავსეურემში. ასევე კარგია რომ იცოდე ვინმე თუ სახელს გითხავს. შენც უნდა გააკეთო იგივე. მე მელისია გრიმი ვარ. გამარჯობა. მე ხარია შენი გაცნობა. არა, სადინ? უკან დაბრუნდი. დირთხა. არა, სარდინს ეკვა არ გინდა. ბოდიში, როცა ვნერვიულობ მეც ეკვება. კარგი, გონი მივხვდი. ეს თაგვი მაგიური თაგვია, მაგრამ ის ერთადერთი არ არის. ალბათ ასეთები დაიბადნენ, ან შემდეგ რაღაც მოუვიდათ. ახლა კი ინტელექტი აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ასეც ეკვავენ. ეს თაგვი შენი მეგობარია, მაგრამ რატომ მეგობრობენ თაგვი და კატა ერთმანეთში? ალბათ რაღაც გარიგებაა. არ მითხრა. არავინ აპირებდა რამის თქმას. ალბათ საქმე თაგვის ჭირს ეხება, ასეა? უკვე რამდენიმე ქალაქის შესახებ შევიტყვეთ. შენ კიცთან ერთად ამ საქმეში ხარ. ქალაქიდან ქალაქში დადიხართ და თაგვის ჭირს ავრცელებთ. კიდი კი თავს ჭრელ მესალამურებს წარმოაჩენს და თქვენ ყველანი უამრავ ფულს აკეთებთ, ხომ ასეა? ეს ყველაფერი ერთი დიდი თაღლითობაა. ყველაფერი ზუსტად გაარტყა, ბოს. ხომ არ ჩაგვიშვებ? მოლაპარაკე კატა და მოლაპარაკე მოცეკვავე თაგვი? იფიქრებენ რომ ისევ ვიგონებ და ჩემს ოთახში ისევ შესვლას ამიგრძალავენ. ოთახში შესვლას? რომ წიგნები ვეღარ წავიკითხო. შეიძლება ვერ შემჩნიეთ, მაგრამ მე ბევრს კითხულობ. მამაჩემი როგორც ამბობს, ზედმეტად ბევრს. კარგი, ერთი შეკითხვა მაქვს. ლაპარაკი როგორ ისწავლეთ? ნამდვილ ამბავში ამ დროს რეტროსპექციას ვხედავთ. რეტროსპექციას ეს რაღაცა? ამ დროს წარსულ ისტორიას ხედავ. მიდით, მომიყევით რა მოხდა. როგორც შენ სხვა გზა არ გვაქვს. რა მოხდა? არავინ იცის ზუსტად. მაგრამ შევეცდები. თაგვები ნაგავს ჭამენ. ჩვენ ეს გვიყვარს, მაგრამ ასე მაშინ ვიქცეოდით, როცა ჩვეულებრივი თაგვები ვიყავით. სტრიპინებდით და ვკინკლაობდით. ყველაფერს ვჭამდით, რასაც ვიპოვნიდით, მაგალითად, სანთლის ძირებს. ჩვენ ძალიან გვიყვარს სანთლის ძირები. ასევე ძველი ცოცხის ჯოხები. კბილებისთვის კარგია. გარდა ამისა, ფხვნილები და ელექსირებიც გვიყვარს.
მწვანე ბუშტებიანი სითხე დავლიეთ თასებიდან. მერე კი ჯადოქრის წიგნები შევჭამეთ. ამ ყველაფერს ჩვეულებრივ ნაგვის ურნაში ვერ იპოვიდით. საბოლოოდ ამას ჩვენითაც მივხვდით. ეს სანაგვე უჩინარ ანკ-მორკპორკის უნივერსიტეტს ეკუთვნოდა. საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მაგიას შეისწავლიან. უცნაური მაგიური ნარჩენები წვრილ ქუდიანი კაცებისგან. მომწონს. როდესაც დავჭკვიანდით, კითხვა ვისწავლეთ, საკუთარ თავებს სახელები დავარქვით სანაგვის წიგნებიდან. სარდინი, ატამი. მარილწყალი. კატაზე რა სიტყვით? ისინი ყველანაირ ნაგავს არჯამენ. რა თქმა უნდა, რა. მას არაფერი უჭამია სანაგვიდან, მაგრამ ინტელექტი იმავე დროს განუვითარდა. როგორც ინტელიგენტი კატა ვფიცავ, თანაც ამაყად რომ არაფერს შევჭამ, რასაც ლაპარაკი შეუძლია. შვენიერია, უკვე ვიცი რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქალაქის საიდუმლო ამოვხსნათ. რა საიდუმლო? გამქრალი საჭმლის, თაგვები აღარ არიან. სხვა რა მიზნით იქნებოდით ამ ამბავში თუ არა საიდუმლოს ამოხსნისთვის. ჩვენ უნდა შევიპაროთ თაგვის დამჭერთა საზოგადოებაში და ვიპოვოთ რას მალავე. რატომღაც სურვილი მაქვს მას გავყვე. ეს ჩემი ნიჭი. მე წავედი, თავგადასავლების ჩანთას მოვიდან. აბა, მზად ხართ? წავედით. გონი შემიყვარდა. მოგაცრავად, სერ. ჩვენი ნახვა გინდოდათ, სერ? ქალაქში ახალი თაგვები გამოჩნდნენ. დარწმუნებული ხართ, სერ? ხაფანგებიც არიანია. ჩვენ მე ვგრძნობ მათ. დაიჭირეთ და მომგვარეთ. დიახ, სერ, ახლავე. ეცით მე ძალიან მიყვარს თაგვები. ნიშნულოვანი უსაფრთხოების წესი. არ შეჭამოთ მკვდარი თაგვი, რომელმაც ჭამა ის, რამაც მოკლა. სახიფათო მართალი ამბობს, რომ თაგვები საერთოდ არ უნდა ვჭამოთ. მართალია, თუ მშიერი არ ხარ. მაგრამ თაგვებს სულშიათ. მეც ამას გულისხმობ. უცნაურია. ბრეტლის და ჯონსონის ხაფანგს მაგონებს. მაგრამ ისინი ასეთი მრგვალები არ ყოფილან. დამატებითი უსაფრთხო დამჯერი არ აქვს. მგონი ბატონით კაცონა გვჭირდება. მობრძანდით ბატონად კაცონა. წარმატებები, მეგობარო. აბა შენიცი ბატონოთ კაცონა. მიდი ბატონოთ კაცონა, შენიც შეგიძლია. წინ მებრძოლო. რას ელოდები? დროა შენი მოვალეობა შეესრულო. ბატონოთ კაცონა, სად მიდიხარ? გამაგრდი მებრძოლო, შენ ხომ რკინის ხარ? ეს არ გეტკინება. შევტუხა. რა? ეს რა არის? საოცარია. ეს აქამდე არასდროს მინახავს. ეს გალია. 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 გალია რა არის? თაგვის დასაჭერად გამოიყენება. ვის უნდა უნდოდეს თაგვის ყოლა? გველი ოლის ეშმაკობის გამოგზის ნიშანზე. ბატონი ბანსი ვერ მიხვდა, რომ გზაერია. ის ყარყუმი ჰოვარდის ჩაის წვეულებაზე არ მიდიოდა. ის ბნელ ტყეში მიდიოდა. მას გონი რომ ხალხში შერევა ცუდი აზრია. მისი აზრით ხალხი უნდა ხვდებოდეს, რომ ცდილობს შეუმჩნეველი იყო. ცუდი ის არის, რომ შენი მეგობარი გოგონა ფიქრობს, რომ ცხოვრება ზღაპრის მსგავსია. თუმცა ეს უწყინარია, არა?
შეიძლება, მაგრამ ზღაპარში როდესაც ვინმე დაშავდება, ეს უბრალოდ სიტყვებია. მხოლოდ სიტყვები. საბედნიეროდ მე ყველაფრისთვის მზად ვარ. გაუჭირდა თოკი დიდადგილს იკავებს. ასევე მოქვს მედიკამენტები, მადუღარა, სათადარიგო მადუღარა, საქსოვი აღჭურვილობა და სარკე სიგნალის გასაგზავნად. და ასევე, აი ეს. თმის სამაგრი? უბრალოდ ჭუჭრუტანაში შეყოფ და გაამოძრავე. მალისია, ასეთი რაღაცები მხოლოდ ზღაპრებში ხდება. მართალია. ღმერთო ჩემო. ანუ, ისევ შენ ზღაპარში დავბრუნდით? და მე რა როლი მაქვს ამ შენ ზღაპარში? არ ვიცი. იცი საკმარისად სიმპათიური არ ხარ, რომ რომანტიული ინტერესი მქონდეს. არც სასაცილო ხარ კომედიური როლისთვის. იქნებ უბრალოდ მეგობარი ხარ, რომელიც მომიხმარება ჩემი ეთიკური დილემის გადაწყვეტაში. შეკეტილი კარის გაღება სად ისწავლე? ხომ გითხარი, ოთახში ხშირად არ მიშვებდნენ, რომ დავისაჯე. მე მინახავს ნამდვილი ქურდები. კატამძარცველებს ეძახიან, რადგან თითქმის ისეთივე ჭკვიანები არიან, როგორიც კატები. მათ რთული პატარა ხელსაწყოები აქვთ, რომელთაც დიდი სიფრთხილით და სიზუსტით ხმარობენ. შეუძლებელია ასე მარტივად? ეგ არის. უბრალოდ გაგიმართლა. არა, ამას არ ველოდი. ბინძური ოთახია და ჯერთით სავსე. სხვას რას ელოდი? რაიმე საშინელს. მაგრამ ამავე დროს საინტერესოს. რაიმე მისტიურ მინიშნებას, რაც ისტორიას განავითარებდა. ცხოვრებაში არ არსებობს ისტორია, უბრალოდ მოვლენები ერთი მეორის მიყოლებით ვითარდება. ისტორია ყოველთვის არის. უბრალოდ უნდა იცოდეს სად ეძებო. მივხვდი. საიდუმლო შესასვლელი უნდა ვიპოვოთ. ყველა მოძებნეთ საიდუმლო შესასვლელის გარე. საიდუმლო შესასვლელი როგორ გამოიყურება? საიდუმლო იმიტომ არის, რომ არ ვიცით როგორ გამოიყურება. თუ ასეა, უმრავლ საიდუმლო შესასვლელს ხედავ. არ ვიცი, როგორ ვიპოვნო ის, რაც არ ვიცი, როგორ გამოიყურება. ვიცი, ცოტა პროვოკაციულად ჟღერს, მაგრამ იქნებ საიდუმლო შესასვლელი საერთოდ არ არის. აუცილებლად იქნება. უბრალოდ ისეთი ძნელი საპოვნელია, რომ გიწევს დანებდე. მერე კი როცა დანებდები და ამ კედელს მიეყოდები, საიდუმლო შესასვლელს გააქტიურებ. მოდი უბრალოდ ამ საკითხზე ხელს დავასვენებ. შეხედეთ, საიდუმლო კარები სასწაულებრივად ისევ არ ჩანს. სამწუხაროდ ზოგიერთ ბოროტმოქმედს არ შეუძლია საიდუმლო შესასვლელის გაკეთება. კით, შეხედე. თაგვების დამჭერთა შტაბში თაგვის სწორ რატომ არის? მე რომ თაგვი ვიყო, აქაურობას ახლოსაც არ გავეკარებოდი. მართალია, ეს ხშირად ხდება ზღაპრებში. ხშირად კარგი იდეების შემთხვევით სულელ პერსონაჟებს მოსდით ხოლმე. აქ პატარა ბერკეტი ჩანს. ცოტათი მივაწვევი. სულ ცოტა. ხაფანგი. კარგად ყოფილა დამალული. ამიტომ ვერ დავინახეთ. კით, კარგად ხარ? არაფერი მეტკინა, თითქმის. ეს ადგილი სარდაფს გავს. კარგად ვარ, რადგან თავით დავეცი. აქ კიბეა. რატომ არ გამოიყენე? ვერ შევძელე, რადგან ქვემოთ ჩავარდი. ჩემი კუდი სად არის? ღმერთო ჩემო. საჭმელი. შებოლილი ლორი. რა კარგია. აქეთ. საცხობი ვიპოვე. ესე იგი ისინი საჭმელს იპარავენ. უმეტესად ღამით. რაღაც გაურკვეველი მიზეზების გამო. ეს საუკეთესო საიდუმლოა. რაც უფრო მეც ამოხსნი, მით უფრო იდუმალებით მოცული გახდება. კარგი. ახლა ილაპარაკებ. უბრალოდ რამდენიმე სიტყვა მითხარი ან ლექსი. ატამო, შენ ხარ. დამსვი, რა სიტყვხედეა? ბოდიში, კით. სარდი, ჩვენ. ნუ ღელავ. მე ყველაფერი ვიცი.
ჩვენ შარში ვართ. ვერ დაიჯერებთ რამდენ ხეთ. მე ხომ მკითხე იცოდი თუ არა ლაპარაკი. მკითხე. ხომ იცი ყოველთვის ფრთხილად ვარ. კარგი, გასაგებია. შენი მჯერა, მაგრამ მაინც შარში ვართ. რატომ რა მოხდა? ბატონო tkაცუნა? აქ რას აკეთებ? როგორც კი დავიჭერ მაგ უვარგის სათამაშოს. შავთუხა, დაშავდი? შეურაც ყოფილი ვარ. მე გავათავისუფლებ. სად არის? ნამსხვრევებად ვაქცევ ამ უსარგებლო ჯარდს. შეჭრდი. უბრალოდ სალაპარაკო მაქვს. არ გეტკინება. კარგი, ცოტა გეტკინება. უკან დაიხე. პატარებზე ძალადობა არ შეიძლება. მას ერთი რამე ვალებოდა. ახლა უსაფრთხოდ ხარ. ახლა მივხვდი რაც ხდება. ეს სიხლეა. ეს ხაფანგები ძალიან ჭკვიანურადაა შექმნილი. სხვაგვარად შენ ვერ დაგიჭერდნენ. ისინი შექმნეს იმიტომ, რომ ჩვენ ცოცხლად დაგვიჭირონ. ცოცხლად? რისთვის? ეს ჩვენი ბიზნესის ნაწილია. ვიცოდი, რომ ამ საქმეში გარეულები იყავით. ზღაპარი მოგვიყევი. მე ზღაპრე გოგონა. თქვენ საკვებს იპარავთ რაღაც მიზეზით. ალბათ დატყვევებული თაგვების გამოსაკვებად. ალბათ მათ სადმე მალავთ. ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ შარში ვართ და მალე გაქცევა კარგი აზრი იქნებოდა. დავიჭიროთ. მოდით აქ. მაგალითად ახლა. გეგონა მხოლოდ მალისიას შეეძლო კომენტარების გაკეთება? ის ფიქრობს, რომ მთელი ისტორია მის შესახებაა, მაგრამ ასე არ არის. თუ ეჭვი გეპარება, დასახელება შეამოწმე. ვერ ვიტანკატებს. თაგვებს ლანგარზე დავაწყობთ. ეს რაღაც მომაშორე. უფროსი ძალიან ბედნიერი იქნება. ახლა კი ბავშვების დროა. გამიშვი. სადმე დააბი. ამ თავს შეხედე. კუდი რატომ ახურავს? ამას უყურე. შოუთაგვია. ისე ნუ მიყურებ თითქოს მეგობრები მივადობე. მე კატა ვარ. კატები კი ბრძოლებს ჭკვიანურად ირჩევენ. ბილი, ის უფსკრულისთვის გამოდგება. მას კუდიან თავს დავუძახებთ. ქრისტვის გამოგკეტეს, როგორც წესით აქვს რომ იჭერენ მალევე. რა გაცინებს სახიფათო მარცვალო? მორის, ვიცოდი რომ არ მიგვატოვებდი ძველო მეგობარო. სულ ვამბობდი, შეგვიძლია მორის სვენდოთ. ეჭვიც არ შეგეპაროთ. აუ, აბარა, მე დაგინახე როგორ დაიმალე სანამ ჩვენ დაგვიჭარდნენ. აბა, რა გეგმა გაქვს? ჯერ აქედან უნდა გავახციოთ. შვენიერია. მერე კი ამ ქალაქიდან რაც შეიძლება შორს უნდა წავიდეთ. მას შემდეგ რაც სარდინს დავიხსნით, ეს ნაწილი გამოგჩა. წინ დაუხედავობა. მოდი თავიდან დავიწყებ. ჯერ აქედან უნდა გავახციოთ მერე. გოგო და ბიჭი არ დაგავიწყდეს. რომელიღაც სარდაფში დააბეს და ჩვენ ისინიც უნდა გადავარჩინოთ. ადამიანებს ხომ იცნობთ. ისინი როგორ მემორიგდებიან, რამეზე შეთანხმდებიან. უნდა გავარკვიოთ სარდინის სათხოვთ. როგორც მათ თქვეს, უფსკრულში. ერთხელ მეც მომხვდი იქ. საწყობში ვიყავი, როცა რამდენიმე ადამიანმა იატაკში ხვრელი გააკეთა და მას უფსკრული უწოდა. თაგვები ყუთებში ჰყავდათ და მერე შიგნით ძაღლებს უშვებდნენ. ტერიერს. თაგვები ძაღლებს ებრძოდნენ? ებრძოდნენ? არა. უმეტესად ისინი გარბოდნენ. ამას თაგვზე დაგეშვა ჰქვია. როგორ მოხდა რომ ეს პირველად გვესმის? რადგან არ არსებობს თაგვი, რომელიც ამას მოგიყვებოდათ. კარგი, ატამო. მარცვალო, მორის. კეტი და მალისია გაათავისუფლეთ. ნოყიერო, სპეცშეთავაზება, გემრიელო. ჩვენ სარდინს გადავარჩენთ. მისი კვალი ადვილი საპოვნელი უნდა იყოს. ის მთელი გზა შარდავდა.
მოდი თავიდან დავიწყოთ. შენ ხომ არ გაქვს არანაირი დანა? არა, ასან წერა სიტყვე, თოქს დავწვავდით. არა, ბოდიში. საერთოდ შემოწმე? შევამოწმე. იცი, ვფიქრობ ეს ამბავი კარგად არ არის შედგენილი. არ შენელდეთ. კარგი, უკვე მოთმინებას ვკარგა. მოდი დავაჩქარებ. ეს კარგი დროა, რომ შენი საიდუმლო სუპერძალა აღმოაჩინო. რა კარგი იდეა. მართალია. მართლა? მე ვგრძნობ. არა, არაფერი. დარწმუნებული ხარ? როცა პირველად დაგინახე, ვიფიქრე, მას ნამდვილად ექნება სუპერძალა, რომელიც მაშინ გამოვლინდება, როცა გაგვიჭირდება. არ შეიძლება ვინმე ასეთი უსარგებლო იყოს. არა, მომისმინე. მე გმირს საერთოდ არ გავარ. მატყუარა ვარ. თაგვების სქემის მონაწილე. მე უბრალოდ მუსიკას ვუკრავ. სხვათა შორის, ეს კარგად გამომდის, მაგრამ საიდუმლო გმირი არა ვარ. ბოდიში რომ იმედი გაგიცრუე. ანუ, შენ უბრალო ადამიანი ხარ, რომელიც თავს გამოავლენს, არა? ვინმე სხვა უნდა გეპოვა. მგონი ჩემს უკან რაღაცა. თოკებს ვღრღნით. რა? ნუ მოძრავთ. სახიფათო მარცვალო, ატამო. როგორც იქნა, მოლაპარაკე ცხოველებმა გადაგვარჩინეს, დაუჯერებელია. ყველაფერი ზედმეტად მარტივია. ეს ისტორია ბატონ ბანსის გავს. ბატონ ბანსის? მის შესახებ რა იცი? ეს უბრალოდ წიგნია პატარა ბავშვებისთვის. იქ თაგვი, კურდღელი და გველია. ისინი დადიან და თავგადასავლებს ეძებენ. დასაცმელი აცვიათ და ადამიანებს ესაუბრებიან. ყველაფერი სასიამოვნოა, მაგრამ ცოტა სულელური. მამა ჩემი მიკითხავდა, როცა პატარა ვიყავი. გონი ჯობია გაჩერდე. მორის? ახლა ხვდები, რომ ძალიან გულუბრყვილოები არიან. არანაირი ქვეტექსტი, არანაირი კომენტარები. იხვიდორისი ფეხსაცმელს კარგავს. ამას თხრობას ეძახი? მალისია, გთხოვ შეჩერდი. რა მოხდა? შენ ეს იცოდი. იცოდი. არ არსებობს სამოთხის კუნძული. არასდროს არსებობდა. შენ მოგვეტყუე. არა, ატამო. მე ვერ შევძელი თქვენთვის მეთქვა. ატამო. ნუ ვრელავ. არა. ატამო, არა. ატამო, დაბრუნდი. სახიფათო მარცვალო არა. მათი ყველა ოცნება დაიმსხვრა. ცუდი კატა. ვერ ვიტან ამ შეგრძნებას. იმის გააზრებას რომ დააშავე? არა, ახლა რაღაც კარგი უნდა გავაკეთო. რომ დანაშაული გამოვისყიდო. მაგალითად როგორ დაგიხსნა თქვენ ორნი თაგვის დამჭერებისგან. ატამო. აქეთ წავიდა. ატამო, გთხოვ. ყველაფერი მოგვარდება. წიგნი ტყუილია. თქვენ მომეტყუეთ. თავარი წიგნი არ არის. თავარია რას მივიღებთ მისგან. მომშორდი. გონი აქ მარტონი არა ვართ. გთხოვ, ერთ ადგილას გაჩერდი, სანამ შენთან მოვალ. თავი დამანებე. მართვალო. გონი აქ სხვა ვიღაც არის. ატამო. შეგერგოთ.
ის კატაა. მოგწონთ თქვენი ბოლო ვახშამი. რა? ეს რა არის? სასაკლაო. ეს ცუდად ჟღერს. რა? ეს როგორ მოახერხეთ? თქვენ ჩვენი საწამლავი მოიპარეთ. მოვიპარეთ? არა, არ მოგვეპარავს. უბრალოდ ადგილი შევუცვალეთ. ნახლავე დადეთ. ეს საშიში რამეა. მითხარი სად დადეთ? იცი, რა გიმკითხე გეტყვი რომ ამ კატამ საწამლავი შაქარში შეურია. ფიქრობდი რომ ჩაის უცნაური გემო ჰქონდა. თქვენი არც იფიქროთ რომ რამე დაგვიშავთ. შეიძლება დაგვავიწყდეს სად დავდეთ ანტიდოტი. სასაკლაოს ანტიდოტი არ აქვს. როგორ არა? რამდენიმე ექსპერტს ვიცნობ თაგვის ძალებში. ახლავე გვიპასუხეთ. თქვენ თაგვები ცოცხლად დაეჭირეთ და გალიებში ჩასვით. რატომ? გრძნობ რომ რაღაც ხდება. საწამლავების შესახებ არაფერი იცით? თქვენი კუჭი არ დაიწყებს დაშლას 20 წუთის განმავლობაში. ეს მაგარი ამბავია. ეს არა ადამიანურია. პირიქით, ძალიან ადამიანურია. თქვენი საწამლავები ამას თაგვებს ყოველ დღე უკეთებენ. ახლა კი მითხარი გალიების შესახებ. თავიდან რამდენიმე დავიჭირეთ ოფსკრულისთვის. მერე? შემთხვევით თაგვების მეფე შევქმენით. თაგვების მეფე? ის ისევ ცოცხალია? ის შეშინებული არასდროს მინახავს. ისევ ცოცხალია? თაგვების მეფე რა არის? თაგვების მეფეები საშინლად ბოროტები არიან. რამდენიმე თაგვი ერთმანეთს კუდებით ებმება. მერე კი? ჩვენ ეს არ გვინდოდა რამდენიმე თაგვი ყუთში ჩავსვით, როცა გავხსენით. იქ დაგხვდა. თაგვები, როცა ერთად არიან, მათი გონება ერთიანდება და ერთ არსებას ქმნის. მას თავისი ცნობიერება აქვს. ძალაუფლება და აზროვნება. მას შეუძლია სხვებზე გავლენა მოახდინოს. ეს ყველაფერს ცვლის. თაგვების მეფე? არა, ეს მეტის მეტია. მოიცადე, სად მიდიხარ? მე სხვები უნდა გავაფრთხილო. ანტიდოტი, გთხოვთ. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩემს კუჭში თაგვები დარბიან. ამას არ იმსახურებთ, მაგრამ ანტიდოტი ქვემოთ სარდაფში დავტოვეთ. თქვენს ადგილას ვიჩქარებდი. მეც მომეცე. მორისმე რამდენი საწამლავე მისცა? კუჭში გამხსნელს გულისხმობ? ბევრი. სად არის? მაგრამ არაფერი მოუვათ თუ ზედმეტ ანტიდოტს არ მიიღებენ. ანტიდოტის ნაცვლად რა დაუტოვე? უფრო მეტი კუჭში გამხსნელი. ტუალეტი უნდა ვიპოვო. დამაგვიანდა. კუჭში გამხსნელის იდეა მაგარი იყო, მაგრამ ანტიდოტის მაგივრად მისი მიცემა ეს უკვე ჭკვიანურია? ძალიან სასიამოვნო. გენიალურია. გენიალური ის არის, რომ ვიცი სადაც უნდა წავიდეთ. ტყისკენ გაიქეცი. ბნელი ტყე? ჰო, აქ ხებია და თანაც იბნელია. მან რა გვინდა? არ იცი? შენ რა საერთოდ არ გითხულობ? მხოლოდ ერთ რამეს შეუძლია თაგვების მეფის განადგურება. მხოლოდ ერთს. თავს ლიტერატურაში მხოლოდ ერთს. ეს უნდა მოვიპოვოთ, თორემ ყველანი დიდ ჩარში ვართ. რას გულისხმობ? ჭრელი მესალამურეს სალამური. ნამდვილი ჭრელი მესალამურესი. თაგვების მეფეზე, თუ სადმე გაიგებ, იქაურობას უნდა მოშორდე, სამუდამოდ. ეს წესია, ხო, გამიმართლა. ამ ისტორიას კარგი დასასრული ექნება. საოცარი მორისი ძლივს გადარჩა და 9-დან 6 სიცოცხლე ისევ აქვს. ასევე ეს პატარა სილამაზეც. ხო, გამიმართლა რომ კატად დავიბადე. ისე? მათ არ გაუმართლათ რომ კატები არ არიან. მათზე საერთოდ რატომ ვფიქრობ? მე არ მაწუხებს სინდისი. მე კატა ვარ. შემიძლია საკუთარი ბედი თვითონ განსაზღვრო. წინ სხვა თავგადასავალი მელის. ალბათ ზღვას ეწავალ. სულ მინდოდა გემის კატაყოფილიყავი. შეიძლება ცუდად გავხდე, მაგრამ მომიწევს შევეგუო. ისტორია გართულდა და უფრო საინტერესო ხდება. მალისია, უკვე 3 დღეა მანთხარ. სადილი არ გინდა? მალე ჩამოვალ, მამა. გპირდები. ეს აქციელი ნორმალური არ არის. სად ვიყავით? ხო, ბატონი ბანსი.
ვირთხა რუპერტი ყველაზე მამაცი ვირთხა იყო. ამას ფარი ბატონში ყველა გეტყოდათ. ამიტომ ის გაგზავნეს ბატონი ბანსის საპოვნელად. თუმცა მან არ იცოდა რა ელოდებოდა. ახლოს ვართ. 10 თაგვი 32 წამში. მოდი დამეხმარეთ. სამ წამზე ცოტათი მეტი ერთი თაგვისთვის. ტაში დავუკრათ ბლიცს. სარდინი ახლოს არის. მზად ხართ მომდევნო რაუნდისთვის. მიესალმეთ ჯეკას. მზად ხარ ნადირობისთვის. რამდენი ხანი გაძლებენ? არა, ეს იმაზე უარესია, ვიდრე მორისმა გვითხრა. სარდინს ძაღლები შეჭამე. სულელებო, ერთად იმუშავეთ. ამ მახინჯს სკანს გააცლით. ეს მალე მორჩა. 6 თაგვი 28 წამში. კარგი ბიჭი. კარგი მეგობრებო, საღამოს მთავარი მოვლენისთვის ნამდვილი გასართობი გვაქვს. ასეთი თაგვი ნანახი არ გეყოლებათ. მას ქუდიან თაგვს ვეძახით. ქუდიან თაგვს. სარდინი. გულშემატკივრები გელოდებიან. შოუს დროა. მის წინააღმდეგი ლეგენდარული ჩემპიონი, საყვარელი ბრუტი ასპარეზებს. მას შანსი არ აქვს. კარგი, დამშვიდდით. ჩვენ რეზინის თოქს გამოვიყენებთ. ყველანი პოზიციებში ჩამწკრივდით. რეზინის თოკი? შენ, აქ მოდი. თოკი დაამაგრე. მე? არ ვიცი, შეძლებ თუ არა. ჩქარა. კარგი. $10 ჩამოვალ, რომ ერთ წამსაც ვერ გაძლებს. დაიწყეთ. ჩქარა. ორმაგი წნეხი ნახევარ სიჩქარეს ოდრის. ეს თაგვი რას აკეთებს? ჩარლსტონს ცეკვავს. დაუჩქარე. მოითმინე. ანახლა ანერასდროს. თითქმის მარჩი. ჩქარა. ზად არის. სარდინ მოვდივარ. შენთვის უნდა დამემაგრებინა. მეგონა რომ მე სარდინ, აქედან გაგიყვანთ. ამ თაგვმა ახლა ხანს რამე თქო? ნუ ღელავ, ჩემს უკან დადექე. არი მოძრაო, მე გადაგარჩენ. მიდი ბრუტ, კბილები ჩაავლე. რას ელოდები? სწორ ადგილას არ დგას. ვიცი. შენი შოუ ბიზნესის კარიერა იმ თაგვების კბენით ააწყვე, რომლებიც გარბოდნენ, მაგრამ თაგვები, რომელთაც ბრძოლა შეუძლიათ, შენთვის ახალია. $15 ჩამოვდივარ მოლაპარაკე თაგვზე. მოდი პატარა, ხომ არ გეშინია? შეუტიე. შეხვედრამდე. ფრთხილად. მაგარია, ჩხუბი.
$20. ადამიანები. გამარჯობა, პატარა ბიჭო. მოდი ჩემთან. რამე ხომ არ გადგინეს? მადლობა შავტუხა. ყველას მადლობა. კეთილი იყოს შენი მობრძანება განმათავისუფლებელთა შორის. მისია შესრულებულია, წავედით. რა ქვია მუსიკას? მაპატიე, ნერვიულობდი. წყნარდები. როცა ვუგრავ. კარგი ჭერდა. მითხარი, ყავს პრინცესა ან სხვა ვინმე ვინც გიყვარს და შენი დაკროლით გააოცებ? არა, არ მყავს. სამწუხაროა. ასე რომ არ იყოს შეგვეძლებოდა, რამე გქონოდა. სხვა რომ მყოლოდა, რატომ იქნებოდა ერთად ყოფნისთვის კარგი? ამბავის ჩახლართვა. ყველა ისტორია სჭირდება. ამას რომ სხვისთვის აკეთებდა, მე ვიქნებოდი გოგო. რომელიც შენს წინ არის. შენთვის უკეთესია, მაგრამ ამას ვერ ხედავ. ამას კი ამბის ბოლოს მიხვდებოდი. მაგრამ რა კი სხვა არავინა, მე ის გოგო არ ვარ. მალისია, ეს არ არის რაღაც ამბავი. ყველა ცდილობს ეს აგიხსნას. მომისმინე ობოლო ბიჭო, რომელიც ალბათ საიდუმლოდ მოტაცებული ფერია და ამიტომ უკრავს კარგად მუსიკას. რაღაცას გეტყვი. მე ყველაფერი ვიცი რეალურ ცხოვრებაზე. ვიცი რომ ხალხს სულელი გონი ვარ. მაგრამ იცი რა? თუ შენს ცხოვრებას ამბად არ აქცევ, სხვა ვინმეს ამბის ნაწილი გახდები. რაზიზამ თუ შენს ამბავში არაფერი მოხდება? მოხდება, ყოველთვის ასეა. რაღაც მუდმივად ხდება. იქ არის. აი მესმის თავდადება. დასვენების დროსაც ეს ტანსაცმელიაცვია. რაღაც გეჟურად გამოიყურება. ერთხელ გადასახადების გადაუხდელობის გამო გაბრაზდა და მთელი ქალაქის ბავშვები ტყეში წაიყვანა. ისინი ვეღარასდროს იპოვნეს. ეს აქამდე რატომ არ მითხარე? ზღაპარი მაშინ არის კარგი, როცა პირველად ისმე. ძალიან საშიშია. ის აქ არის. ეს ის სალამურია. კარგია. ხო? ნამდვილად ის არის. ალბათ მთელი დღე მის ჯადოს ემორჩილება. ატამო. ატამო. ატამო.
გამარჯობა სახიფათო მარცვალო. რა? სად ხარ? დამენახე. მასუნინე. მე შენს გონებაში ვარ. რა? როგორ? ხედავ პატარა ხვრელს შენგან მარჯვნივ. შედი. ზემოთ ვარ სახიფათო მარცვალო. მოდი ჩემთან. რატომ? ის ვისაც იცნობ შენ გელოდება. და როცა დაღამდა ბატონ ბანსის გაახსენდა რომ ბნელ დღეში რაღაც საშინელება იმალებოდა ავის მომასწავებელი საშინელი გამარჯობა სახიფათო მარცვალო. საიდან იცი ჩემი სახელი? იმაზე უკეთ გიცნობ ვიდრე იცი. თუმცა შენი აზრების წაკითხვა ნამდვილად მეხმარება. სად არის ადამი? ის უსაფრთხოდაა. სად არის? როგორც ვთქვი უსაფრთხოდაა. ის ახლოს მყავს. ნუ გეშინია, პირიქით. მინდა რომ შემომიერთდე. შემოგიერთდე? შენ საოცარი ხარ სახიფათო მარცვალო. შემსავით ჭკვიანი ხარ. შენი გონება ბრძენია და ჭკვიანური. გონება, რომელიც ბევრ თაგვზე ფიქრობს და არაერთზე. მათ ყოველღამე ვაგზავნი რომ საკვები მოიპარონ. თაგვები ძლიერდებიან, ადამიანები სუსტდებიან. ეს არის პასუხი საიდუმლოებაზე. ერთი გონება მხოლოდ ერთია. ორი გონება კი ორი. მაგრამ სამი გონება უკვე 4 გონება. 4 გონება 8 გონება. 8 გონება კი ერთია. ერთი. სად არის ატამი? მიშველე მიშველე ატამო, აქ ვარ ატამო. ნუ გეშინია, აქ ვარ. ხო აქ ხარ მე და შენ ერთი და იგივე რამ გვინდა. გეგმები გვაქვს. გვინდა რომ თაგვებმა ადამიანებზე გაიმარჯვან. ჩემი მიზანი ამისგან განსხვავდება. ცალკეული თაგვები და ადამიანები, რომლებიც ერთად ცხოვრობენ პატივისცემით და ჰარმონიაში. როგორც ზღაპრის წიგნში? ო, ზუსტად ისე, როგორც ზღაპრის წიგნში. ბედნიერი დასასრულით. ახლა გინდა რომ შენი სიცოცხლე იყიდო? ო, რაღაც ასეთი. მორის მოურისი მქვია. შესულელო გადა. მარცვალო წამოდი სულელო ვირთხა. სულელო ვირთხა, მე შემიძლია გაიძულ რომ შემომიერთდე. შემომიერთდი. შემომიერთდი. ვერ გავეტევით მე კატა ვარ. თავი თუ გამეტია, დანარჩენიც მიყვება. გაქცევას აზრი არ აქვს. მე თქვენს გონებაში ვარ. ნუ გეშინიათ, კატა ყოველთვის ფეხებით ეშვება. მორის, საოცარო მორის. აქედან უნდა წავიდეთ. ქალაქიდან უნდა გავახციოთ ჩქარა კიტსა და მელისაზე რა სიტყვით? ჩვენ საქმე თაგვების მეფესთან გვაქვს. თაგვების მეფე? კარგი, ისინი დაგვეწევიან.
მე ყურადღებას გავუფანდა. შენ სალამური აიღე. რა, მას უკვე წინავს. ანუ ჩემი მოვალეობა შევასრულე. მე არ მიქნია, დედიკო, გეფიცები, მე არ მიქნია. ფრთხილად. უკაცრავად ბატონო, მე სალამურავ, მაგრამ დაჟინებით მოვითხოვ სალამური გადმოგცეთ. მართლა? აუ, მართლა. მოთხოვნას თუ არ შეასრულებ, აი ამას გამოვიყენებ. ეგ ჩანგალია. მისმინე, დანეს ჩანთაში ვერ ჩავიდებდი. ზედმეტად ბასრია. ამიტომ ჩანგალს ვიყენებ. სერ. მართლა გაიდაცე ქალაქის ყველა ბავშვი. რასაც ჩემზე ამბობენ, ყველაფერი მართალი არ არის. კარგია. მარა, მას არ უთქვამს, რომ ყველაფერი შეცრუეა. ჭკვიანი გოგონა. თანაც გემრიელად გამოიყურები. მგონი ის დაგვემუქრა. ორივენი ჩქარა ღუმელში. მგონი გამოგვიჭერა. ღუმელი? ეს ჰანსელს და გრეტელს მაგონებს. ვფიქრობ, რომ მოვიდა, რომ პერსონაჟმა, რომელიც ყველას დაგვავიწყდა, თავი გამოავლინოს, რომ მოვალეობა მოიხადოს და გადაგვარჩინოს. როგორც ჩანს, შენს ისტორიას არ აქვს ბედნიერი დასასრული. ამ შემთხვევაში კით. შესაფერი შედროა, რომ შენი გრძნობები აღიარო ჩემს მიმართ. ჩემი გრძნობები შენს მიმართ? უმეტესწილად ძალიან მაღიზიანებ. ვიცოდი, რომ შენი იმედი უნდა მქონოდა ბატონო კაცონა. სალამური მოვიპოვეთ, წავედით. ახლა კი მათ აქვთ იშვიათი და ძვირფასი იარაღი, რომლითაც ბოროტ თაგვების მეფეს გაანადგურებენ. დაუჩქარეთ, დაუჩქარეთ. ასე რატომ ჩქარობთ? თაგვების მეფე, არც ისე ცუდად ჭხერს. დამიჯერე, ცუდია, აქედან უნდა მოვუსვათ. ჩიხში ვართ, ჩიხში. აქედან როგორ უნდა გავიდეთ? ყველანი დაწყნარდით, გთხოვთ. სეჩუმე, სტილობ ვიფიქრო. ფრთხილად. შენ თვითონ ფრთხილად. ერთ თავს ფიქრი შეუძლია, მაგრამ როცა ბევრნი ერთად არიან, შედეგად ვიღებთ ერთ დიდ ცხოველს უამრავი ფეხით და 0 ტვინით. როგორც კი გასაჭირი მოდის, უბრალო ვირთხებად ვიქცევით. თუ ეს დაგეხმარება, მე უბრალო კატა ვარ. შენ არ ხარ უბრალო კატა მორის. იცი, სულ მაინტერესებდა როგორ შევიცვალე იმის მიუხედავად, რომ ჯადოქრის ნაგავი არ მიჭამია. მერე? ეს საოცრებაა. ახლა კი დროა. შემთხვევით ხომ არ იცნობდით თავს საკმაოდ დიდს, რომელსაც ერთი ყური აკლდა. ცოტათი ლაპარაკიც უჭირდა. ასე დანამატა გამოიყურებოდა. ხომ ასეა? არა. კარგი, ვაღიარებ. მე ის შევჭამე. ამ დროს ფიქრი არ შემეძლო. შერი ვიყავი. ის შევჭამე და მე შევიცვალე. ვაღიარებ. ჩემი ბრალი არ იყო. მე უბრალო კატა ვიყავი. და შენ წუხარ? წუხარ? კატები არასდროს წუხან. ისინი არაფერს ნანობენ. თუმცა მე ვნანობ. მაშინ არა უშავს.
მგონი. მორის, მომეხმარე. ჩქარა, საბოლოოდ მოვშორდეთ აქაურობას. რა მოხდა? შეხედეთ. მოგესალმებით. უკან დაიხიეთ, უკან. კარგით რა, ახლა ხანს არ მოხვედით. გეყოფა თამაში. სახე გამოაჩინე. ჩემი ნახვა გინდოთ? კარგად შემომხედეთ. ახლა მხედავ თეთრო თაგვო, თუ თვალში გაკლია. კი, ახლა ნამდვილად მხედავ. დრო მოვიდა, ჩემთან მოხვიდეთ, პატარა წრუწუნებო. რა ხდება? არ ვიცი. დღეს ბევრი საქმე გვაქვს. გამაგდით, გაუძელით. ის ძალიან ძლიერია. მორის, შენ უნდა წახვიდე. არა, მირჩევნია ჩემს მეგობრებთან ერთად ვიბრძოლო. არა, ეს არ გვიგულისხმია. უნდა წახვიდე და ვინმე მოწებნო. მაგრამ ვაფასებ ჩემს სულის კვეთებას. მაგრამ ალბათ ამ ფუმფულაკუც უკანასკნელად ვხედავ. მშვიდობით, ძლივს მაშორდა. უკაცრავად, შემიძლია განვაგრძო? კარგი. მოდით ჩემთან. მორის, კით. ჩვენ ჭრელმე სალამურეს საალამური წავართვით და ქალაქში უბრუნდებით. კარგია, მე კიც და მალისიას ვეძებ. რომ ისინი თაგვების მეფესთან საჩხუბრად წავიყვანო. სწორია, არ გაჩერდე. კარგი, აბა თქვენ იცით. მგონი სიჩქარეში ცოტა ავირიეთ. შევთანხმდეთ, რომ ეს არასდროს მომხდარა. არავის არასდროს უთხრეთ ამის შესახებ. მოსულა. კარგი. კიდევ ერთხელ. მორის, ჩვენ სალამური გვაქვს. თაგვების მეფე თავს გვესხმის. გამომყევით. მოდით. ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით. არა. დაგიჭირე. შენი შემოთავაზება საინტერესოა, მაგრამ იმათ რა სიტყვით არ არის ძლიერი. გემრიელო. მიღედინება. მართლაც გემრიელია. სუსტები საკვებად იქცევიან. ეს სულ ასე ხდებოდა. ახლა ყველაფერი ნათელია. არა, შეებრძოლეთ. სიცოცხლისთვის, მომავლისთვის. შემოგვიერთდით, დიადი გეგმები გვაქვს. შენ მხოლოდ გეგმები გაქვს, მე კი ოცნებები. შენ რა, ჩემში ეჭვიგებარება? უკაცრავად. ეს რა იყო? მე აქ ვარ. შენ? მერის შვილი, რომელიც სულელი ბავშვია. შეგიძლია გაჩვენდე. რა? შენ ძალიან ხმამაღალი ხარ. უბრალოდ მოკეტე. ვცდილობ მუსიკას მოვუსმინო. მუსიკა? დიახ, მუსიკა. სხვადასხვა ხანგრძლივობის ტონალურობის ერთობლიობა, რომელთაც სასიამოვნო, ზოგისთვის კი მომნუსხველი ჟღერადობა აქვს.
მალისია, დარწმუნებული ხარ რომ იმუშავებს? რა თქმა უნდა, უბრალოდ მოიცადე. ადამიანები ნამდვილი პარაზიტები არიან. კით, ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში გვაწამებდნენ, გვწამლავდნენ და გვხოცავდნენ. ამ ყველაფერმა კი მე შემქმნა. ჩვენ ადამიანების გვერდით უნდა ვიცხოვროთ. ისინი ხაფანგებს გვიდებდნენ და გართობისთვის გკლავდნენ. მათ ვასწავლით, რომ პატივი უნდა სცენ ჩვენს არსებობას. ვასწავლით, როგორია ცხოვრება შიში. კით. რატომ არ იმუშავა? კით, ეს შენი ზღაპრის ნაწილია. გაიხსენე რაც იცი და ის გამოიყენე. მაგრამ მე არაფერი ვიცი. მიდი შეუტირე. კარგი, ხო? არა. დაგვერხა. სარდინ, შეჩერდი. მე უკანასკნელად გიკრავთ თავს. და ჩვენ ამ თაგვების სამყაროს ერთად ვმართავთ. ასეა? ჩვენ ერთად ვიმუშავებთ. რა თქმა უნდა, შენ იმუშავებ, ის კი მართავს. ჭკვიანი გადა. ეს სულელი ბავშვი ძალიან მაბრაზებს. ერთი წუთით. აქ არ უნდა მოსულიყავი. შენ, აშკარად არ იცი როგორ მთავრდება ბოროტმოქმედის ამბავი. შენ, განადგურდები. მალისია, შენ ზედმეტს ლაპარაკობ. სად ვიყავით? ოჰო. შემომიერთდი. მალისია. კით, მაპატიე. სალამური. არ მუშაობს. საქმე სალამურში არ არის სოლელო. უბრალოდ დავკარი. დავკარი. კარგი. შენ დამემორჩილები. არასდროს. მაშინ იგრძენი ჩემი ტკივილი. ეს რაღა. ეს შენ ხარ. რას აკეთებთ? სად მიდიხართ? არა, საკმარისია. ეს საოცარია. ტკბილი მუსიკა. ტკბილი მუსიკა. აქეთ, დაუჩქარეთ. ყველანი აქეთ წამოდეთ. როგორც ჩანს, ვიღაცამ საიდუმლო ძალა გამოავლინა. ეს რაღაც სიმახინჯეა. ყოჩაღ მესალამურებ. ყოჩაღ, მაგრამ შენი მუსიკა ვერ დამამარცხებს. დროა სახიფათო მარცვალო. მოდი ჩემთან. არა, შენ უბრალოდ სიბნელე ხარ. შენ კი უბრალოდ თაგვი ხარ. მე თაგვზე მეტი ვარ. და თუ თაგვზე მეტი არ ვარ, ესე იგი არაფერი არ ვარ. მაშინ
იყავი არაფერი. მორის, ჩემო მეგობარო, იქნება ახლა მოვიდა დრო რომ იყო. უბრალოდ გადა. იცით, საოცარ მორის, ანუ მე უკვე თვეებია უნდა და ყოფილიყო ნამდვილი გადა. მე დიდი ხნის ნაგავების სისასტიკე და სიბრაზე მაქვს. ის ჩემი კლანჭებიდან იფრქვება. ჩემი კლანჭებიდან. თაგვების მეფე თელ თავის ძალას გამოავლენს. ის დიდ ვეფხვსაც კი გაანადგურებდა, მაგრამ ახლა ამ კონკრეტულ მომენტში ამ პატარა კატას ყველაზე დიდ ვეფხვზე მეტი ძალა აქვს. ყველაზე დიდი ძალა. მარცვალო. არა. შენის გადარჩენე? მე ვეცადე მისი გადარჩენა. მარცვალო. მარცვალო. მარცვალო, არა. ზვლიანი თაგვი, ასევე ცნობილი როგორც სასტიკი წრუწუნა. როგორც ხვდები სახიფათო მარცვლის სასახვანად მოხვედი. არა, მას შემდეგ რაც ეს ყველაფერი გამოვიარეთ, ეს არ მოხდება. კარგი ბატონო, მოვიდა საუბრის დრო. ერთ შანსს მოგცემ. ნუ გაბედავ ჩემი თანამშრომლის მოკვლას მორის. მე მქვია მოურისი. დიახ, სერ, ბატონო სიკვდილო, დიახ, რა თქმა უნდა. დიდი ხანი არ მინახი ხარ, მორის. გამარჯობა, სერ, გამიხარდა თქვენი ნახვა. რამდენი სიცოცხლე დაგრჩა? მოიცა? გავიხსენო. 6. თუ სწორად მახსოვს 6, სერ. მაგრამ წინა თვეში არ გადაგიარა ურემმა. ეთ? სერ, არა, უბრალოდ შემეხო. თათიც არ გამკაცრია, სერ. მეც ამას ვამბობ. გასაგებია, სერ. ეს ნიშნავს, რომ 5 სიცოცხლე გაქვს მორის. სერ, გთხოვ, აიღე ჩემგან 2 სიცოცხლე. ერთი ზედმეც მოგცემ ამ მამაცი პატარა თაგვის სანაცვლოდ. ეს სრულიად არ გავს გადის საქციელს, მორის. მე გაოცებული ვარ. მეც გაოცებული ვარ, სერ. უბრალოდ ეს თაგვი გამორჩეულია. ჭკვიანი და შთამაგონებელი. შენი მოთხოვნა შესრულდება. ჩვენ 2 სიცოცხლისთვის მოვედით და 2-ს წავიღებთ. ბალანსი დაცულია. მადლობა, სერ. მომართლა, ეს ყველაფერი დამავიწყდება, ხომ ასეა? იმიტომ რომ ალბათ ძალიან შევწყვება. რა თქმა უნდა, მორის. მარცვალო. მარცვალო. გთხოვ, თქვი რამე. მარცვალო. არ მიმატოვო, მარცვალო. გთხოვ. მეგონა რომ მოკვდი. მეც ასე მეგონა. რა მოხდა? ინცე, ზღაპარში წყვილმა ერთმანეთს უნდა ეკოცოს. როცა მათ გარშემო ყველა რაღაცას აღნიშნავს.
მაგრამ ეს ხომ ნამდვილი ცხოვრება. და ასევე ზღაპარიც. ჩვენი ზღაპარი. კარგი, თუ ასეა. მორის, შენ რა? კრუტუნებ? ვერცხა რუპერტმა დღე გადაარჩინა და ასევე ბატონი ბანსიც. ყოჩაღ ვერცხა რუპერტ. ამბობდნენ ფარი ბოდომის ცხოველები. ასე დამთავრდა ბატონი ბანსის ამბავი. მაგრამ როგორ მთავრდება ჩვენი ამბავი? საბოლოოდ ჩვენი ამბის გმირები არიან? თაგვები. თქვენ გყავთ თაგვები. ბედ ბლინცი ტურისტების საყვარელი ადგილი გახდა. ხალხი დიდ მანძილს გადის, რომ აქაურობას ეწვიოს. ხოლო სუვენირების, ჭიქების და ქუდების დახმარებით, რომელთაც მხოლოდ ის ფუნქცია აქვთ, რომ ვიღაცამ ისინი იყიდოს, შიმშილით დამთავრდა. ყველასთვის საკმარისი საკვებია. ყოველ დღე ქალაქის ჭრელი მესალამურე, რომელსაც კევინი ჰქვია და სხვათა შორის კოცნა კარგად გამოსდის. უკრავს თავის სალამურს და თაგვები მის დაკრულზე ცეკვავენ. ბატონო დგაცუნა, ჩემო მეგობარო, სულ შვილი როგორ გყავს? თაგვებს საკუთარი ქალაქი აქვთ, უფასო ბიბლიოთეკით და წრუწუნებისთვის სკოლით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მღრღნელები თავს კარგად გრძნობენ. ადამიანების გვერდით ცხოვრობენ, ზუსტად ისე, როგორც ეს ატამს სურდა. ეს ყველაფერი კი მორისის დამსახურება. საოცარი მორისის და მისი ჭკვიანი მღრღნელების. მაგრამ უფრო მეტად ჩემი. Me. Meow.